გამარჯობა ბატონო პრემიერო, ირაკლი გაველიძე, ტელეკომპანია ტაბულა. თქვენ თქვით რომ ქართული საქმე არის ჩვენი საქმე და ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნულები უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერო, რას ნიშნავს უკაცრავად? თქვენ დღეს თქვით რომ ქართული საქმე არის ჩვენი საქმე და ვართ აბსოლუტურად გამიჯნულები უკრაინის ომისგან რუსეთთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, უბრალოდ ან არა შეგიძლიათ გამცეთ დავამთავროთ კითხვას თუ შეიძლება, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ვლადიმირ პუტინი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი? კი ან არა, იმიტომ რომ შემდეგ კითხვა ცოტა ვრცელი შეიძლება იყოს. თქვენ რამდენი კითხვა მითხარით ეს არის კი ან არა, უბრალოდ არ მოვიტყვი. გიპასუხეთ, მითხარით კითხვები. შემდეგ კითხვა შეეხება ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ნახეთ EUTHOS ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ანგარიშის საქართველოში მასაჟურებით გობერნებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ უმაღლეს თანამდებობის პირები შეიძლება თარგმნონ წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების უდანაშაულობის პრეზუმპციას და საქართველოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ამ შემთხვევაში არ მუშაობს და ასევე პროკურატურის მხრიდან რუტინული სახე აქვს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ გახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სულ უკანასკნელი ევროპარლამენტის რეზოლუციას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები. თქვენ თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითქმის ერთდროულად, თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. დასრულეთ. დიახ, გისმენთ. დიდი მადლობა. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ კიდევ ვიმეორებ, რომ ვართ გამიჯნული და ჩვენ თქვით, რომ ჩვენი დახმარება უკრაინისადმი შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით. მე მგონი ამაში ყველაფერი ვთქვი. ხო? არავითარი სამხედრო დახმარება საუბარი არ არის და რა თქმა უნდა ვართ გამიჯნული. არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს და უკრაინის საერთო იცით რა არის, თქვენი შეკითხვა არის პროვოკაციული. მე ვარ პროვოკაციული. მე გეტყვით. ეს არის თქვენი კითხვა არ არის. ეს არის მომზადებული კითხვები ნაციონალური მოძრაობის და მე გეტყვით რომ დამასრულებინ თუ გაინტერესებთ დამასრულებინ პასუხი. ხო მე გისმენთ და ახლა მომისმინეთ. გისმენთ. ეს ერთი რაც შეეხება ზოგადად ამ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ სპეკულაციურ განცხადებებს ის რომ პირადად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ბრალდებული უამრავ დანაშაულებში ბრალდებული სააკაშვილი მოუწოდებდა და მისი წარმომადგენელი მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართულ ჯარისკაცებს და ეს პირადი საუბრებშიც ასე ვთქვათ მიდიოდა მოლაპარაკებები რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა დათმონ საქართველოს შეერაღებულ ძალები და წავიდნენ უკრაინაში. იმიტომ რომ იქ მაღალი ანაზღაურება იქნებათ. ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ. ამას სრულპასუხებლობით გეუბნებით, რომ ამას ჰქონდა ადგილი და ის კი არა ამის ამ შინაარსის, ამ განცხადების შინაარსის შემცველი განცხადებები გააკეთეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს ერთი. და ის რომ ძალიან გაიკვირდათ ყველას თავისუფლების სამინისტროს განცხადება მე აქვე თქვი რომ სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ მინისტრი ან პოლიტიკოსი თუ გააკეთებდა ამ განცხადებას, იქ არაფერი უჩვეულო არ ეწერა იმ განცხადებაში. ეს ერთი. და ანუ თქვენ ეთანხმებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას? არა, მე თავდაცვის სამინისტროს მე ვამბობ რომ თავდაცვის სამინისტროს არ არის, მე შინაარსზე მაქვს საუბარი. დიახ, შინაარსზე ვსაუბრობ. თავდაცვის სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა განცხადება. მაგრამ ის ნაწილი რაც მე გამოვყავი, რაც ახლა გითხარით და კონკრეტულად ხამაზე უნდა დაიწყოს სპეკულაციებს, იმიტომ რომ მე კონკრეტულად გითხარით, რომ პირდაპირ მოწოდებით, პირდაპირ საუბარი მიდის ჩვენს ჯარისკაცებთან, ქართულ ჯარისკაცებთან, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და ჩვენს მიწა-წყალს. მათთან მიდის პირდაპირ მტრული, მოღალატეობრივი საუბარი, რა თქმა უნდა, მე მჯერა ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების და მე ვამაყობ მათით, მაგრამ მე გეტყვით რომ ადგილი ჰქონდა მსგავს განცხადებას. ეს არის პირდაპირ ღალატისკენ მოწოდება. უკრაინაში ეს არის პროვოკაცია, პირდაპირ გეტყვით. ეს არის პირდაპირ პროვოკაცია, რასაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი და ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს. ანუ უკრაინაში თქვენი აზრით არის ღალატი? ბატონო? უკრაინაში ბრძოლა, როცა თქვენ არა, ღალატი არის ის, რომ მოუწოდო შენ ჯარისკაცს, რომ დატოვოს საქართველოს შეერაღებული ძალები და ანაზღაურების სანაცვლოდ წავიდეს სხვაგან და იომოს. აი ეს არის ღალატი ჩემი აზრით. როცა შენ გინდა რომ ანგარებით გადაიბირო თუ წაიყვანო ჯარისკაცი, მოსყვიტო საკუთარ მიწა-წყალს, ეს ჯარისკაცი იცავს ჩვენს მიწა-წყალს. ეს არის ჩვენს სამსახურში, ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ჩვენი ერის სამსახურში. და როცა სახელმწიფო არის გამიჯნული ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციისგან, არ შეიძლება არის დაუშვებელი. მსგავსი მოწოდებები. ჩვენ სადაც მონაწილეობთ ოფიციალურად, ამას ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ.
ეს არის ISAF-ის მისია ავღანეთში, ეს არის ცენტრალურ აფრიკაში ჩვენი მისია, დანარჩენში ჩვენ არ მონაწილეობთ. ამით სახელმწიფო ყველაფერი თქვა, ჯარისკაცები მონაწილეობენ იქ, სადაც სახელმწიფო გადაწყვიტავს. და ჩვენ ვამაყობთ კიდევ ერთხელ მინდა თქვა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარი, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი საერთო თანამეგობრობა არის გაოცებული. ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობით და მათი სიმამაცით და მათი ერთგულებით. და არ უნდა მოეპყროს ყოფილი მთავარსარდალი ასეთ დამამცირებლად ჩვენ ჯარისკაცს. აი ეს არის ღალატი. ეს არის მტრობა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის. ირაკი, თქვენ მიიღეთ პასუხი, დიდი მადლობა. მე მეორე კითხვას დავსვი, იმაზე პასუხი არ მიმიღია და ვერ მივიღე პასუხი. ვერ მივიღე. არის თუ არა ვლადიმირ პუტინი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერი? თქვენ მიიღეთ ამ კითხვას. კი არა, ბატონო პრეზიდენტი. დიდი მადლობა. მე გითხარით, რომ მტერი არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, კი ბატონო, და ჩვენი ხალხის მტერი, თუ ასე გინდათ. არა, ამას თქვენ ამბობთ. მე პუტინზე გითხეთ. არა, მე ვამბობ, იმიტომ რომ მე დაგისაბუთეთ. მე დაგისაბუთე გითხარით, რომ ვიზ რას აკეთებს ყოფილი მთავარსარდალი არის სირცხვილი. და არის სწორედაც რომ ღალატი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. და ის რასაც აკეთებენ დესტრუქციული ძალები მისი მეშვეობით და მისი ასე ვთქვათ თაოსნობით და მისი იდეოლოგიით არის სწორედ მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის.